მოგესალმებით მეგობრებო, გრძელდება ჩვენი კლასტერ ბრეიკი და სანამ თქვენ ყავას მიირთმევთ დილით, მე როგორც ყოველთვის მოგიყვებით საინტერესო ამბებს. დღეს მინდა ვისაუბრო ისევ სისტემურ განლაგებაზე და შევეხო პროფესორი ფრანც რუპერტის მოსაზრებებს 4 ტრამვის შესახებ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში მენტალური დაავადებები, ანუ ფსიქიატრიული დაავადებები. ფრანც რუპერტი იყო ბერტ ჰელინგერის ერთ-ერთი მთავარი თანამოაზრე, ვთქვათ ესე. ისინი თითქმის 20 წლის განმავლობაში ერთად ატარებდნენ სისტემურ განლაგებას და ბერტ ჰელინგერი იყო თავად ავტორი და ფუძემდებელი სისტემური განლაგების. ფრანც რუპერტი ამბობდა, რომ 4 ტიპის ტრამვა არსებობს, რომლიდანაც გამომდინარეობს მენტალური დაავადებები. ზოგიერთი მათგანი არის ინდივიდუალური არაცნობიერის შედეგი, ანუ ადამიანის ბიოგრაფიული მონაცემების შედეგად, ხოლო ზოგი კოლექტიური არაცნობიერის, ანუ მის ოჯახში ან სისტემაში, გენეტიკაში არსებული დარღვევების შედეგი. პირველი ეს არის ეგზისტენციალური ტრამვა, როდესაც ადამიანი გადაურჩა რაღაცა ძალიან მძიმე გარემოებებს, ანუ მარტივად რო ვთქვათ, რაღაცნაირად თითქოს სიკვდილს ჩახედა თვალებში. ეს შეიძლება იყოს მაგალითად მძიმე ავიაკატასტროფა ან ავტოკატასტროფას გადაურჩა, სადაც იყო დიდი დანაკარგები და გარდაიცვალა ადამიანები. ეს შეიძლება იყოს ბუნებრივ კატაკლიზმებს გადარჩენა, როგორც არის მიწისძვრა, წყალდიდობა და ასე შემდეგ. ეს შეიძლება იყოს ომის საშინელებებს შეესწრო, იყო მწამების მსხვერპლი და ბევრი სხვა გარემოება. ამ დროს ჩდება ხოლმე ფობიები, დეპრესია ყველგან არის. შფოთვები ძალიან მაღალი, შეიძლება იყოს, თქვათ, ობსესიურ-კომპულსური აშლილობა და ასე შემდეგ. მეორე ტრამვა, ეს არის დანაკარგის ტრამვა. დანაკარგის ტრამვა ჩდება იქ, სადაც ადამიანმა ან დაკარგა საყვარელი ადამიანი, ან მაგალითისათვის იძულებით გადაადგილებულმა პირმა დაკარგა მთელი ქონება, რა წლების განმავლობაში შეუგროვებია, ან რაღაცა მიზეზის გამო დააკარგა ადამიანმა სახკარი და ასე შემდეგ, ან დანაკარგის ფაქტორი უნდა იყოს მის ბიოგრაფიაში. შესაძლებელია ეს იყოს არა მარტო მის ბიოგრაფიაში, არამედ კოლექტიურ არაცნობიერშიც, ანუ გენეტიკაში და მე აღმოჩნდეს უკვე თავი იჩინოს შემდგომ თაობებში, ასეთი რამაც შესაძლებელია. აქ რასთან გვაქვს ხოლმე საქმე? ამაოება პირველ რიგში, ესეთი განცდა უიმედობის, როცა ადამიანს აღარაფრის უნარი თითქოს დაკარგული აქვს, აი რაღაცნაირად იმედი აღარა აქვს არაფრის და ესეთი ხელებდაშვებულობის სინდრომი, აქაც შეიძლება იყოს რა თქმა უნდა დეპრესიები, აქაც შეიძლება იყოს თვითმკვლელობისადმი მიდრეკილებები. საერთოდ ჰელინგერი ამბობდა, რომ როდესაც ადამიანი ფიქრობს თვითმკვლელობაზე, ეს მასში ფიქრობს შინაგანი ბავშვი. ანუ ბავშვის ეგომდგომარეობა, ეს არის უმწეობის ეგომდგომარეობა, ხო, ბავშვია თავისთავად უმწეო. ზრდასრული არ არის უმწეო, მას ყოველთვის შეუძლია რომ გამოსავალი ნახოს და ამ ტიპის ფიქრები, როგორც წესი, ზრდასრულისთვის დამახასიათებელი არ არის. ამიტომ ძალიან ხშირად განლაგებაში ცალ-ცალკე აყენებენ ხოლმე როგორც ბავშვის ეგომდგომარეობას, ისე ზრდასრულის და როდესაც ამას კლიენტი ხედავს, რომ მასში არის ძალა, მასში ცხოვრობს ზრდასრული და მას შეუძლია რომ იმედი კონდეს ამ ეგომდგომარეობის, მაშინ ძალიან ხშირად წყდება ხოლმე ფიქრი, აი ზუსტად თვითმკვლელობაზე, ესეთი აკვიატებული ფიქრები. მესამე ეს არის კავშირის ტრამვა, როდესაც არის დარღვეული კავშირი მშობლებთან, ძირითადად დედასთან, მაგრამ შესაძლებელია ორივე მშობელი იყოს. მაგალითად ფიზიკური კავშირი იყო დარღვეული ბავშვსა და დედას შორის, განსაკუთრებით პირველი 3 წლის განმავლობაში. მაგალითისათვის ბავშვი როდესაც გაჩნდა მოხდა რეანიმაციაში და პირველი ეს რაღაცა პერიოდი არ ქონდა კავშირი დედასთან. შესაძლებელია ეს იყოს ასევე მაგალითად ფიზიკური ძალადობა ოჯახში, ეს შესაძლებელია იყოს სექსუალური ძალადობა ბავშვზე, ეს შესაძლებელია იყოს მძიმე პერენტიფიკაცია, ჩვენ ვისაუბრეთ პერენტიფიკაციაზე, როდესაც მშობლის როლს ასრულებს შვილი ფაქტობრივად, ანუ მშობელი არის ძალიან უმწეო მდგომარეობაში და ძალიან მძიმედ და დამოკიდებული ხდება ბავშვზე, აი როდესაც მარტივად ვთქვათ, ბავშვი ხდება შემომტანი ოჯახში. როდესაც მაგალითისათვის იგივე მშობლები არიან ალკოდამოკიდებული და ნარკოდამოკიდებული და ასე შემდეგ. აქ სიმპტომები შეიძლება იყოს ასევე დამოკიდებულება. აქ შეიძლება იყოს სიმპტომები, რა თქმა უნდა, დეპრესია, აქ შეიძლება იყოს borderline-ის სიმპტომები ასევე გამოჩნდეს და ასე შემდეგ. ბევრი სიმპტომი შეიძლება იყოს აქ. მესამე არის ყველაზე მძიმე ტრამვა, რომელსაც ქვია სისტემასთან მიკუთვნებულობის ტრამვა. ეხლა აქ გვაქვს საქმე
როდესაც სისტემაში მაგალითად ხდება მკვლელობა, ანუ ოჯახის წევრის მიერ ოჯახის წევრის მოკლა. ეს ერთი. მეორე შესაძლებელია იყოს მაგალითად რომ ოჯახის წევრებმა მიატოვეს, განდევნეს რომელიღაცა ოჯახის წევრი, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება ან რამე მძიმე ბედი. აქ შესაძლებელია იყოს არაღიარებული, გაშვილებული ბავშვები, მიტოვებული ბავშვები და ასე შემდეგ. ის ითვლება სისტემასთან მიკუთვნებულობის ტრამვად და თვითონ ფრანც რუპერტი ამბობდა, რომ აქ ყველაზე მძიმე სპექტრი შეიძლება გამოჩნდეს, ანუ ნებისმიერი მძიმე დისფუნქციები, ფსიქიკური, აქ შეიძლება იყოს შიზოფრენია, შეიძლება იყოს ფსიქოზები და ასე შემდეგ. ეხლა რატო უყვები ამ ყველაფრის შესახებ? სისტემური განლაგება ამბობს ასეთ რამეს, რომ ის არ არის ალტერნატივა მედიკამენტოზური მკურნალობის. ის უბრალოდ არის გარკვეული თანმდევი გარემოებების დანახვა, რომელი გარემოებების მოხსნამაც შეიძლება ძალიან დიდი ცვლილება და შვება მისცეს ადამიანს. დავინახოთ, საიდან შეიძლება ეს წამოსული იყოს, როგორც ერთ-ერთი ვერსია. დამიჯერეთ, რომ თუ არ დაეხმარება ამ საკითხს, ნამდვილად არ შეუშლის ხელს. სისტემურ განლაგებაში ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი, სად არის ინტენსიობა ამ ველში და რომელ, თქვა, წინაპართან იქნება თუ ადამიანთან აკეთებს გადახლართვას თვითონ კლიენტის რეპრეზენტატორი. ეს ხანდახან მუშავდება რეპრეზენტატორის დონეზე, ხანდახან მუშავდება თვითონ კლიენტიც შემოყავს ფასილიტატორს განლაგებაში. ამიტომ მე მოგიწოდებთ, რომ უბრალოდ მოვისმინოთ ეს ინფორმაცია, დავინტერესდეთ ამ ინფორმაციით, როგორც ერთ-ერთ უკეთესობისკენ გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება ესე იყოს ეს ყველაფერი აღქმული და მიმართოთ ამ მეთოდსაც მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ ადამიანს ამ ფსიქოტროპულებს, ამ ანტიდეპრესანტებს არ ვიცი წლები და ეს არანაირ შვებას არ აძლევს და რიგ შემთხვევაში სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება, ну, აქ უბრალოდ სხვა ალტერნატივაც არ არის, რაღაცა უნდა ვცადოთ სხვა და მინდოდა რომ მომეყოლოს სწორედ როგორც აი ეს ერთ-ერთი ძალიან ეფექტური გზა აი ამ ყველაფრის დამუშავების. ჩვენც ვაპირებთ ახლა 23-24 დეკემბერს სისტემურ განლაგებას, აკეთებენ სხვაებიც, რა თქმა უნდა და თქვენ იფიქრეთ ამაზე, თუ ვინმეს აქვს ეს პრობლემა და არა მარტო მენტალური პრობლემები მუშავდება, ნებისმიერი პრობლემა აქამდე ჩვენ ვსაუბრობდით პარტნიორულ ურთიერთობებში გამოვლინებულ სისტემურ ესეთ გადახლართვებზე და ასე შემდეგ, ასე რომ იფიქრეთ ამაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მძიმე თემა იყო, მე გისურვებთ, მაინც ესაც საჭიროა, ესაც უნდა ვიცოდეთ, ესაც უნდა მოვისმინოთ და გისურვებთ წარმატებულ დღეს და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს სხვა კლასტერ ბრეიქებში. ნახვამდის.